საცხოვრებელი ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო დასახლებაში ჯარისკაცებს სახლები დროებით სარგებლობაში გადასცა. მათ შორის არიან ისეთი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. გადაცემის ცერემონიას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი 10 სამხედრო პირს გადაეცა. მე ყოველთვის მithქვამს და მინდა გავიმეორო რომ ქვეყნის იმიჯი და ხელისუფლების იმიჯი განიზომება იმით თუ როგორ უზრუნავთ ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენ დაჭრილ გმირებზე ვეტერანებზე და ასე შემდეგ ასე რომ იმაჩნია რომ ის ჩვენ დღეს ვაკეთებთ ეს არის ჩვენი პირველი ვალდებულება და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მე მინდა უთხრა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს რომ მათ ქონდეთ ჩვენი იმედი ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი იმედი ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბუნებრივ ვალდებულებას რომელიც გვაქვს ჩვენი სამხედროების წინაშე წელსაც იგეგმება ერთი კორპუსის ასე ვთქვათ მშენებლობა თბილისში ასევე ვფიქრობ დასავლეთ საქართველოშიც მნიშვნელოვანია რომ საბინაო ფონდი შეიქმნას ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ჩვენ სამხედროებს მივცეთ ყველა საშუალება იმისთვის რომ ოჯახები ყავდეთ გარანტირებული ყავდეთ გვერდში და ისე ემსახურონ ჩვენ სამშობლოს ჩვენთვის წარმომავლობანი იყო ეს იმიტომ რომ უმეტესობა ვართ დასავლეთიდან ვახერხებდით სიარულს ტიკიტაკით შორი გზა იყო და ახლა უკვე შეგვიძლია ყველას შეუძლია რომ თავის ოჯახის წევრები გამოიყვანოს და იცხოვროს თავის სამსახურთან ახლოს